Algarat, განმოვიძოთ ჩვენი საუბარი ქართული წარწერების შესახებ, რომლებიც ღაღადებენ, რომ ქართველებს წელთაღრიცხვა ჰქონდა როგორც წარმართულ ხანაში, ქურუმთა ხანაში, როგორც ფარნავაზ მეფის ხანაში, ასე ქრისტიანულ ხანაში. Გაბატონებული თვალსაზრისით ქართველებს საკუთარი წელთაღრიცხვა არ ჰქონდა, ქრისტიანული წელთაღრიცხვა არ ჰქონდა მე-9 საუკუნემდე. ამიტომ ჩვენ მოვიტანეთ მე-6 საუკუნის, ანუ ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც ძლიერ მარტივია და იკითხება ასე: ჯვარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალი. აქ ეს წარწერა თარიღიანია, მაგრამ თარიღი დაფარულად არის განცხადებული წარწერაში. ეს გასაგებია საქმე ის არის, რომ საერთო თვალსაზრისი ქრისტიანულ ქვეყნებში ქრისტიანული წელთაღრიცხვის შესახებ ასრთა სხვადასხვაობას იწვევდა და ამიტომ ცდილობდნენ, რომ არ გაემჟღავნებინათ და შეფარულად გაეცხადებინათ წლების ათვლა ქრისტეს შობიდან. აი სწორედ ამ წარწერებში წლები ათვლილია ქრისტეს შობიდან, ანუ აქ ასონიშან ქანს აქვს რიცხვის 600-ის მნიშვნელობა, ეს ქანის ანბანური სათვალავია, რომ ეს წარწერა დაიწერა ქრისტეს შობიდან 600 წელს. ხოლო ქანის მიერ მითითებული პატრი აგრეთვე შვეული ხაზის მეშვეობით იკითხება, როგორც ქრისტეს შობიდან გავიდა 532 წლიანი ციკლი, ეს ცნობილი ციკლია ქრისტიანული წელთაღრიცხვისა და 532 წლიდან გავიდა 68 წელი, იმიტომ რომ პარისა, ანისა, ტარისა, რაესი და ინის რიგითი სათვალავის ჯამი უდრის 68-ს. ესე იგი, ერთ შემთხვევაში ქანი არის ანბანური სათვალავით 600, ხოლო ქანის შვეული ხაზი მიუთითებს ასონიშნების რიგით სათვალავს. 68 ეს ზუსტად იგივეა, რაც ქანის წელი 600 ქრისტეს შობიდან და ამდენად არა მხოლოდ ჯვრის ტაძრის ეს წარწერა, არამედ სულ 9 წარწერა ყველა თარიღიანია და ამდენად გაბატონებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ქართველებს ქრისტიანული წელთაღრიცხვა არ ჰქონდა მე-9 საუკუნემდე, სრულებით წარწერა ამას სავსებით უარყოფს და არა მარტო ეს წარწერა, არამედ ყველა 9 წარწერა თარიღიანია ჯვრის ტაძრისა და ვამცნობენ იგივე თარიღებს. მაგრამ როდის იქნა შემოღებული ქრისტიანული წელთაღრიცხვა? ესე იგი, ამის მონაცემები გვაქვს სულ ახლახან 4 წლის წინათ დმანისის რაიონში აღმოჩნდა აი ეს წარწერა, რომელიც ადრე ქრისტიანული ხანისა არის, ესე იგი მე-4 საუკუნის არის. აქ ქრისტიანობა საქართველოში მე-4 საუკუნეში უკვე გამარჯვებულია და ამდენად ეს წარწერა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოს გაქრისტიანება, რომელიც მოხდა 326 წელს ქრისტეს შობიდან, ეს წარწერა ამ წარწერაში
დასტურდება თარიღი 329 წელი. ესე იგი, ეს არის შეიძლება ითქვას ძალიან ადრეული ქრისტიანული წარწერა, სულ ეს წარწერა, ესე იგი, გაკეთებულია საქართველოს გაქრისტიანების 3 წლის თავზე და წარწერა მართალია გასაიდუმლოებულია, მაგრამ წარწერა თარიღიანია და იგი, ესე იგი, 329 წელს გვაუწყებს ქრისტიანობის, ესე იგი, გამარჯვების 3 წლის თავზე არის გაკეთებული ეს წარწერა. მაგრამ თუ მცხეთის ჯვრის წარწერაში საიდუმლო დაფარულია ამ წარწერის წელთაღრიცხვა, ესე იგი, ამოსაცნობია, აი ეს 329 წლის ადრე ქრისტიანული ქართული წარწერა უკვე თავად ღაღადებს საიდუმლოს. ახლა რაშია საქმე? აი, აქ სასულიერო პირს გამოსახულია სასულიერო პირი და გამოსახულია საერო პირი. სასულიერო პირს ხელთ უყრია ჯვარი და საერო პირს ხელთ უყრია შროშანი. ცნობილია, რომ ეს ქრისტიანული ჯვარია, რა თქმა უნდა, და კი აღმართული ჯვარია, ხოლო ქრისტიანული სიმბოლიკით, ქართული ქრისტიანული სიმბოლიკით ეს ჯვარი იკითხება როგორც ქრისტე. ეს უკვე ქრისტიანული ხანის გაგებაა ჯვარისა. რატომ? ეს ჯვარი თავისთავად ჯვარია, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქართული ამბანის 24 ასო ნიშანი ქანი, ხოლო ასოიანი დაქარაგმებით, ანუ სამთავრობო დაქარაგმებით ჯვარი იკითხება როგორც ქრისტე. ხოლო რაც შეეხება შროშანს, შროშანი აღდგომის სიმბოლოა და ამდენად ეს ორი პიროვნება, სასულიერო და საერო პიროვნება ღაღადებენ იმას, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა. და რა კი ეს სასულიერო პირი და საერო პირი ქართულში არის კარგი გამოთქვა. ერი და ბერი და აქ მართლაც ეს არის გამოსახული. ერის წარმომადგენელი და ბერის წარმომადგენელი. ერისათვის და ბერისათვის ქრისტე აღდგა საყოველთაო მრწამსია. აი, ასე შეიძლება, ესე იგი, ამოვიცნოთ ეს ქრისტიანული სიმბოლიკა. მაგრამ აქვე ამ ახლავს წარწერა, რომელიც იკითხება დღე პირველი. საქმე ის არის, რომ აი ამ წარწერაში ეს ერთგვარი ანბანის სალაროა, რომელიც გამოყენებულია ამ წარწერის შინაარსის გასაგებად. ჩვენ თუ გვაქვს ჯვრის სამთავრობო დაქარაგმება, როცა მხოლოდ 100 ქანი იწერება და იკითხება როგორც ქრისტე, ჩვენ გვაქვს ჯვრის საუფლო დაქარაგმება, როდესაც ქანს უნდა მივმართოთ სალაროს. აი აქ არის დღე, ანუ აქ არის ეს ასო-ე, უნდა გადავიტანოთ ჯვრის გვერდით და უკვე ქ-ე ეს იქნება საუფლო დაქარაგმება, ქრისტიანული საუფლო დაქარაგმება და ქანი და ენი იკითხება როგორც ქრისტე. ახლა რაც შეეხება შროშანს, თუ ჩვენი სწორედ ამოვიცანოთ შროშანის მნიშვნელობა, რომ იგი აღდგომის სიმბოლოა და ქრისტეს აღდგომას ღაღადებს, აი ისევ სალაროს მივმართოთ. აქ არის ენი ავიტანეთ ჩვენ და წავიკითხეთ ქრისტეს. ეს უკვე უეჭველად ასე იკითხება, რომ ეს ჯვარი კი არ არის, არამედ ეს არის ანბანის 200 ქანი და ენი და ეს არის ცნობილი საუფლო დაქარაგმება ქრისტე ღმრთისა. ასევე ესე იგი შროშანმა უნდა თქვას, რომ იგი მართლაც
იკითხება როგორც აღდგა. რაგი ე გადავიტანეთ მაღლა ა ღ დ დაგჭა. თუ ქვემოდან ზემოთ წავიკითხეთ და ეს მიღებულია ქრისტიანულ წარწერებში. დაგჭა ა ღ დ დაგჭა ორი ასონიშნის წაკითხვის ისა განი და ანი არა ქრისტე ა ღ დ ეხლა უნდა წავიკითხოთ გ ა საქმე ის არის უნდა ჩამოვიტანოთ რა კი აქ სამი ასონიშანია რაოდენობრივი სათვალავი არსებობს ქართული ანბანისა და სამი ასონიშანი ა ბ გ გან ბგერას ნიშნავს ესე იგი ეს სამი ასონიშანი წაიკითხება როგორც განი ხოლო ბოლოში ა და რა გამოვიდა მართლაც შროშანი იკითხება როგორც ა ღ დ ქვემოდან ზემოთ და შემდეგ გ და ა ქრისტე აღდგა ამდენად წარწერას საიდუმლოს ამჟღავნეს მართლაც იგი საიდუმლოა იმიტომ რომ კითხველმა უნდა ამოიცნოს მისი მნიშვნელობა ხოლო შემდეგ ესე იგი ეს საშუალება სალარო საშუალებას გვაძლევს რომ ესე იგი ამოიცნოთ ამ წარწერის წაკითხვის სინამდვილე ქრისტე აღდგა მაგრამ რაც ნიშნავს დღე პირველი საქმე ის არის რომ ერთ შაბათი არის დღე პირველი და ეს ნიშნავს კვირა დღეს ცხადია ქრისტე აღდგა კვირა დღეს ეს საყოველთაო მრწამსია მაგრამ აი ამ წარწერაში დღე პირველი აგრეთვე მითითებულია ამ ქვასვეტის აღმართვისა და წარწერის შესრულების თარიღი ეს განცხადებულია შემდეგი ქართული ამბავის შემდეგი თვისებით დონი ნიშნავს მზეს ხოლო ანი ნიშნავს მთვარეს ამის შესახებ ქართული ამბანში დონისა და ანის შესახებ უკვე ქონდა საუბარი დონ ანი ნიშნავს იგივე 532 წლიან ციკლს ხოლო ღანი და ენი ნიშნავს 532 წლიან ციკლში მზის 25 წელიწადს და მთვარის მეხუთე წელიწადს ეს იგივე თარიღია 532-იანი ციკლის თარიღი მზის 532-იანი ციკლის 25 წელი მიდის და მთვარის მეხუთე წელი მიდის და ეს 532 წლიან ციკლში მხოლოდ ერთხელ ხდება და ეს არის ქართული ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვის 81 წელი. თუ ჩვენ მაგალითად ჯურის ტაძარში გვაქვს ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა ათვლილია ქრისტეს შობიდან, აი ამ წარწერაში 329 წლის წარწერაში ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვა დასტურდება და ქრისტიანული ქრონიკონული წელთაღრიცხვის 81 წელი რომ გადავიყვანოთ ქრისტეს შობის ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გვექნება 329 წელი. ამდენად ეს წარწერა თარიღიანია და ღაღადებს იმას რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღების დროს ქრისტიანული წელთაღრიცხვა უკვე არსებობს და იგი 326 წლიდან რა თქმა უნდა ამოქმედებულია როგორც ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ამავე დროს ეს ცხადყოფს ეს წარწერა 329 წლისა ცხადყოფს რომ საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება დაიწყო ქართულ ენაზე, ესე იგი დასტურდება ქართული ამბანი, დასტურდება ქართული წელთაღრიცხვა და ესე იგი ყველაფერი
ვამბობ, რომ ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ქართული ანბანი შექმნილია ახალი წელთაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეთა მიჯნაზე. აი ეს წარწერა სავსებით უარყოფს ამ დებულებას. აგრეთვე სავსებით უარყოფს იმ დებულებას, თითქოს საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება დაიწყო არა ქართულ ენაზე, არამედ რატომღაც უნდათ დაამტკიცონ, რომ ქართველებს ანბანი არ ჰქონდა და ამიტომ საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება დაიწყო არა ქართულ, არამედ ბერძნულ ენაზე. 329 წლის ეს ბრწყინვალე წარწერა სავსებით უარყოფს კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის და სხვათა თვალსაზრისებს, თითქოს ქართველებს საქართველოს გაქრისტიანების ჟამს არც ქრისტიანული წელთაღრიცხვა ჰქონდა, არც ქრისტიანული კალენდარი ჰქონდა, არც ანბანი ჰქონდა და რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანული ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე იქადაგებოდა. ამ წარწერამ სრულიად ნათელყო, რომ ჩვენი დიდი მეცნიერები ამ საკითხში ცდებოდნენ და ეს გადასახედია. ამდენად ამ ორი წარწერით ამოწურულია საქართველოში ეს როგორც ნიმუშები მოვიტანე ქრისტიანული წელთაღრიცხვის ანგარიში საქართველოში ქრისტეს შობიდანი ანგარიშებოდა და ქრონიკონული წელთაღრიცხვის ანგარიშებოდა. ახლა დაგვრჩენია, რომ არსებობდა არა მხოლოდ ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა, ახალი წელთაღრიცხვის 300 წლიდან დაწყებული, რასაც აი ეს ჯურისტაზრის წარწერა გვეუბნება, არამედ ჩვენ გქონდა წარმართულ ხანაში წარმართული ქართული წელთაღრიცხვა და წარმართული ქართული წელთაღრიცხვის დასაბამი თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 540 წელი და ამდენად ამის დასტურად ჩვენ მომდევნო საუბარი ლაბარაკი გვექნება ფარნავაზ მეფის თარიღიან წარწერაზე, სადაც დაფარულად მოხსენებულია თვით ფარნავაზ ქართველთა პირველი მეფე და ამის შესახებ ეს წარწერა, ეს არის რაღაც წარწერათა საოცრება, მე მსგავსი სხვა ასეთი უბრწყინვალესი წარწერა არც ქრისტიანულ ხანაში, არც წარმართულ ხანაში არ მეგულება, რა კი ეს წარწერა თვითონ ფარნავაზ მეფის წარწერა და არ გაცხადებულია მთელი წარმართული ქართული წელთაღრიცხვისა და მზისა და მთვარის კალენდრის შესახებ მომდევნო ორი ლექციაში ჩვენ ამ ფარნავაზის წარწერას მოვამდობთ ორ საუბარს, რაგი ცოტა რთული საკითხია, ესე იგი იქ საიდუმლო უფრო მეტ დაძაბას, მეტ ძალისხმევას თხოვლობს, რათა ამოჩნეული იქნეს ამ წარწერის საერთოდ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.